გვაქვს 2A და B5 და 12 ბურთი, რომელთაგან 5 თეთრია და 7 წითელი. ოკეი, 5 თეთრი და 7 წითელი. ფრაგმენტების ამოცანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბევრი სამუშაო გველოდება აქ. ბევრი ვარიანტის მოსინჯვა და შეთანხმებული ვართ, რომ ფრაგმენტების ამოცანაში მნიშვნელოვანია თანმიმდევრობაც, ხო? არა მხოლოდ ორი ფრაგმენტის ამოცნობა, არამედ სწორი თანმიმდევრობა. დავიწყოთ პირველი პირობით. აყუთში ერთი წითელი ბურთი მაინც არის, ხო? მინიმუმ ერთი წითელი ბურთი თუ იქნება აყუთში. ეს B5-ი ან A5-ის ბურთების რაოდენობაზე არაფერს გვეუბნება, ხო? შეიძლება B5-ში 7-ზე ნაკლები ან მეტი იყოს, A5-ში 7-ზე ნაკლები ან მეტი, ხო? ორივე ვარიანტი დასაშვებია. ერთი წითელი კი არის, მაგრამ იქნებ დანარჩენი კიდე 10 ბურთია აქ და ერთია B-ში, ხო? მხოლოდ ან იქნებ მხოლოდ ერთია მე კიდევ და დანარჩენი B-ში. ამიტომ აფრაგმენტით უпростоრად კი ამ პირველი ფრაგმენტით დაწყება ლოგიკურ შედეგზე არ გადის. მეორე პირობა B5-ში 7-ზე ნაკლები ბურთია. ეს საინტერესო პირობა. ესე იგი B5-ში შეიძლება იყოს 6, 5, 4, 1 ბურთი. განვიხილოთ 6 ბურთის არსებობა. B ფრაგმენტი, ეს მეორე პირობის ფრაგმენტი თავარ დასკვნას, რასაც გვთავაზობს არის ის, რომ B5-ს არ შესწევს ძალა, რომ წითელი ბურთები სრულად მიიღოს, სრულად შთანთქოს, ხო, სრულად ჩაერთვეს, ვერ ჩაეტევა. ესე იგი, თუ მე მეწოდინება, რომ B5-ში 7-ზე ნაკლები ბურთია, ვიცი, რომ ერთი წითელი ბურთი მინიმუმ რჩება თამაშგარი, რომელიც უნდა წავიდეს A5-ში. შეიძლება მეტი წავიდეს. აქ ხო წერია ერთი მაინცო, ამიტომ მეორე პირველით შემიძლია ვიმსჯელო. თუ მეწოდინება, რომ B5-ში 7-ზე ნაკლები ბურთია და მეთანხმები, რომ B5 წითელ ბურთებს სრულად ვერ მიიღებს. ანუ ხვდები, რომ ერთი წითელი ბურთი მინიმუმ რჩება. შეიძლება 7-ვე წითელი დარჩეს, იმიტომ რომ ამ 7-ზე ნაკლებ ბურთში ყველა თეთრი იყოს და იყოს რაღაცა 5 თეთრი და 7-ვე აში წავიდეს, მაგრამ ერთი წითელი მაინც დარჩება იმ უარესი სცენარის დროს, როცა 6-ვე წითელი წავიდა 7-დან B-ში და ერთი მაინც შეხვდა A5-ს. ამიტომ მეორე პირველი ლოგიკურია. რატომ არ გვაძლევს მესამე პირველი იგივე შედეგს? იმიტომ რომ მესამე პირველის დროს A5-სა და A5-ზე ინფორმაცია და A5-ში თუ 7-ზე ნაკლები ბურთია, შეიძლება A5-ს წითელი ბურთები საერთოდ არ შეხვდეს, ხო? მაგალითად 5-ვე თეთრი შეხვდეს, ან 4 თეთრი შეხვდეს, ან რაღაც სხვა რაოდენობა. ამიტომ მესამე პირველიც არ არის ლოგიკური. სწორი პასუხი იქნება მეორე პირველი, ეს არის B პასუხში მოცემული შედეგი.